აი ასეთი დანაშაულობები უნდა აღკვეთონ ამ აღვირახსნილი ადამიანებისგან და ჩვენი თანხები რომ შეჭამეს, აი ეს თანხები უნდა დაგვიბრუნდეს. როგორ ეხლა მათ უნდა იპარპაშონ და მათ ქონება ფულებს უკვე ვეღარ ითვლიან, იმდენი არითმეტიკაც აღარ იციან, მე მგონი სამართალი უნდა აღსდეს, ჩვენ ვართ მართლები. ათობით ქართველი ემიგრანტი ბიძინა ივანიშვილის სახელით დიდი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. კაცმა, რომელიც ხალხთან დობაში, ივანიშვილთან, კობახიძესთან და ყაველაშვილთან გადაღებული ფოტოებით შედიოდა, ემიგრანტების თქმით, დიდი ფული მიითვისა. ახლა უცხოეთში, უკიდურესი გაჭირვების გამო, წასული ხალხი კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვს. იმას რომ იკადრებს ადამიანი რომ ოჯახის წევრი კომაშია და ოჯახის წევრი დაიღუპება და მე ხوار მოგიკალიო და ადამიანი ითხოვს დახმარებას რომ დამიბრუნეთ ხალხო მიყუდება ოჯახის წევრი მიშველეთ ახლა მე ხوار მოგიკალიო მე ახალ მე შემემთხვა ეგ მე და მარტო შენზე ხوار არ კიდე სხვებზეც არის კაცო ლაპარაკი ხალხმა პროცენტები აიღო ბანკიდან გამოიტანა რაღაცის იმედით რომ იქნება რაღაც გვეშველოს და როგორ 2 მილიონ ნახევარი შეჭამეს და ქონება და ცხოვრებები შეიძინეს და ბიძაშვილი და მამიდაშვილის სახელებზე იფორმეს, ესე ხო არ შეიძლება. ქართველი დედები იტალიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან და ამერიკიდან უკვე 1 წელია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თხოვენ იმ კაცის დასჯას, ვინც მათი თანხები მიითვისა. ყველაფრის სათავეში ემიგრანტების თქმით ბადრი აბაშიძე დგას. ის შევიდა სოციალური ქსელის საშუალებით ნდობაში არაერთ ემიგრანტთან და დაარწმუნა, რომ მათი სამშობლოში დასაბრუნებელი კამპანია დაიწყო. ემიგრანტებს ეგრეთ წოდებულ ლოტარიას ათამაშებდა. ჯერ ერთისთვის გროვდებოდა ფული, შემდეგ მეორისთვის. თუმცა ეს პირამიდა აფეთქდა და ემიგრანტები ნულზე დარჩნენ. დაფაში შუაში იჯდა ერთი კაცი, ეს დიდ დაფაზე. 2 კაცი იჯდა გვერდში, აგერ ამ ორს კიდე 2 უნდა მოეყვანა, აგერ და ამ ორს კიდე 2 უნდა მოეყვანა. აი აქ იყო 2 ამისი, 2 ამისი, 2 ამისი, 2 ამისი. ეს დიდი დაფაა. 400-იანზე გახდებოდი ლეგენდა, გადადიოდი 1600-იანზე და საბოლოოდ იმდენი თანხა დააგროვებდი, რომ საბოლოოდ გახდებოდი $160,000 მფლობელი. ემიგრანტები გვიხსნიან, რომ აბაშიძის მოფიქრებული სქემის მიხედვით ორგანიზაციაში დაბანდებები $25-დან იწყებოდა და $5,000 აღწევდა. ყველაფერი კი ზუსტად 3 წლის წინ დაიწყო. ჯამში 13,000 კაციან დახურულ ჯგუფში ყველას დავალებული ჰქონდა, რომ ორგანიზაციაში მინიმუმ 2 წევრი გაეწევრიანებინა. ასე მოხვდა აბაშიძის სქემაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ფესვების დამფუძნებელი ინკა ყიფშიძეც საბერძნეთიდან. მან ჯამში 17,000 евро დაკარგა. ისე ჩაიჯებეს, რომ აი ესე უსირცხვილოდ და კიდე უსირცხვილოდ გვატყუებენ და ისე არ იყო რომ ერთად აიღე 17,000 და დადე, ხო იცი ჩემი და 5-ნიან ოჯახში 1,200-იანზე შეიტანეს, 600-იანზე შეიტანეს, მეც ასევე მე ყველა საშუალება იყო 5,000-იანზე შეიტანა, იმიტომ რომ ზვალები ქონდა და დაფარვა უნდა და მოკლედ გაჭირებულს ქვაღმართს ამოეწიაო, ძალიან გული მწყდება, რომ ესეთი საზიზღრად მოტყუებული და დამცირებული ვარ, არ ვიცი. ემიგრანტები გვიყვებიან, რომ აბაშიძე მეტი სანდოობისთვის ქართული ოცნების ლიდერების სახელებს იყენებდა. ხან ფოტოს ივანიშვილთან დებდა, ხან კობახიძესთან. ეს მეტი დამაჯერებლობისათვის ემიგრანტებს ეჭვი რომ არ შეპარვოდათ, რომ ისინი თაღლითურ პირამიდაში ჩაითრიეს. კაცი იმას კადრულობს, რომ პრეზიდენტი მოინიშნოს, პრემიერ-მინისტრი მოინიშნოს, ამით იმარიაჟობს, რომ Facebook-ზე ინიშნოს. თქვენ ხვდებით რა გარეწართან გვაქვს საქმე, რა დონის მატყუარასთან არის გვაქვს საქმე, რომ ხალხს რითი იტყუილებენ, რა საკენკს უყრიან ხალხს, რომ პრეზიდენტი არის ვითომ მისი კრიშა. აი ამიტომ აქვს მას პასუხი მოსათხოვებელი. ამას მარტო ჩვენ კი არ უნდა მოთხოვოთ პასუხი, თვითონ იმ სახელმწიფო პირებმაც უნდა მოსთხოვოთ. ივანიშვილთან აუცილებლად, აუცილებლად მე ეს გამომძიებელთან თქვი, რომ მას ეს უნდა ცუდად მიუტრიალდეს. ვინ არის ბადრი აბაშიძე, რომელსაც ათობით ემიგრანტი $100,000 მითვისებაში სდებს ბრალს? ბიძინა ივანიშვილის სახელით თაღლითობთ? იყენებთ მის სახელს? იცით რა არის?
არ შემოვალ ამ პოლემიკაში, იმიტომ რომ გეხმარები ამ მთავრობის წევრები რა ფოტოებს აქვეყნებთ ყაველაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის და ეს არ შეიძლება. გარემოცვაში. თქვენი ახლობლები არიან თუ იყენებთ მათ სახელებს? არა, ესენი ჩვენი ქვეყნის მართველი ის ადამიანები არიან, რომელიც პირადად შემდგან პატივისცემას იმსახურებენ. ბადრი აბაშიძე იმ სქემის შემქმნელი და ავტორია, რომელმაც ემიგრანტების თქმით ეგრეთ წოდებული პირამიდა ამუშავა და საქართველოში წვალების ფონზე გადმორიცხული 10,000-ობით დოლარი მიითვისა. გამოძიება აბაშიძის წინააღმდეგ 1 წელია მიმდინარეობს. ამ დრომდე ის მხოლოდ გამოკითხეს. დაზარალებულების თქმით, გამოძიების დაწყების შემდეგ თავისუფლებაზე მყოფი აბაშიძე დაზარალებულებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება. საქმეებს რო არჩევენ და ჰაერში იარაღით რომ არიაჟობენ და ისრიან ერთი საინტერესოა საკითხავია იმ იარაღის წარების უფლება თუ აქვს და შენახვის უფლება ნეტა. ინგა ყიფშიძე გერმანიის მოქალაქეა. ეგრეთ წოდებულ თაღლითურ პირამიდაში ორგანიზაციის წესების მიხედვით მან კიდევ გააწევრიანა ევროკავშირის არაერთი ქვეყნის მოქალაქე. საბოლოოდ ისინი გადააგდეს. ყიფშიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული საგამოძიებო ორგანო შესაბამის ზომებს არ მიმართავს, არ არის გამორიცხული საქმე გამოსაძიებლად საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოებს გადასცენ. 22 წელია გერმანიის მოქალაქე ვარ და ასევე რა ვიცი ძალიან ბევრი არიან, მაგრამ თვითონ მე ბერძნებიც ხო არიან აქ ჩართულები, ვისაც დავუბრუნე თანხა უკან, მათ შემიძლია ხელი მოვაწერინო, ასევე იტალიელებს ნონას ვთხოვდი და იმ იტალიელებს რომლებიც შემოყვანილი ყავდათ მათაც ხელს მოაწერინებენ და ასე ვფიქრობ, ჯერჯერობით მე არ ვიცი ამას რა პროცესები უნდა წინ და დავჯდები ამას ყველაფერს ალბათ აქ ჩემი ადვოკატთან ერთად გავარკვევდი. ივანიშვილის, ყაველაშვილის და კობახიძის ივანიშვილის თაღლითობს ალბათ, აბა როგორ? აბა დავიჯერო ახლა ყაველაშვილი და კობახიძე ბადრი აბაშიძეს ხელს უწყობს თაღლითობის, ვერაფრით ვერ დავიჯერებ. ჟანა ლოგუა ბადრი აბაშიძის ორგანიზაციაში იყო დასაქმებული. ამბობს, რომ თავდაპირველად ეგონა, რომ ემიგრანტებს ნამდვილად ეხმარებოდნენ და სქემა ეგრეთ წოდებული ლატარიის პრინციპით მუშაობდა, როდესაც ფულს ჯერ ერთი იღებდა, შემდეგ სხვა. თუმცა ბოლოს აღმოაჩინა, რომ საქმე დიდ თაღლითობასთან ჰქონდა. ესენი აგრძელებენ ფულს მაინც აკეთებენ, ასე ხალხს ძარცვავენ. კეთება არ ქვია მას, ამას ქვია ხალხის ძარცვა. ძარცვავენ, ასრულებენ ხალხს, ატყუებენ. ეს ხალხი ნელ-ნელა მოდის გონზე, მაგრამ საწავიდნენ არ იციან. ჟანა ლოგუა თავადაც დაზარალდა აბაშიძის ორგანიზაციაში. 7,000 დოლარი ჩადო, ამის შემდეგ საკუთარი ოჯახის წევრები გააწევრიანა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ დამფუძნებელი თაღლითი იყო. ლოგუას თქმით, მასთან ერთად ჩივის 60-მდე მოქალაქე. ჩვენი ანგარიშით ახლა ვისი განცხადებაც შესულია, ჩვენ საქმე გვაქვს 250,000 დოლართან ეს მინიმუმ და მეტი. ზუსტად კაპიკებში ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყოველ დღე ახალ-ახალი დღეს მაგალითად ორი კაცი დაიკითხა კიდე საქართველოში, ამიტომ ყოველ დღე ემატება თანხა. ემიგრანტების თქმით, მაშინ როდესაც ბადრი აბაშიძეს კუთვნილი თანხების დაბრუნება მოსთხოვეს, კაცმა ახალი პროექტი წამოიწყო. დაარსა კოოპერატივი ქალდია საქართველო, რომლის თავმჯდომარედ დედამისი მაყვალა აბაშიძე გააფორმა და ბიზნეს პარტნიორთან, რუსუდან ლომიძესთან ერთად მარნეულში სასოფლო სამეურნეო საქმიანობა დაიწყო. ემიგრანტებს უთხრა, რომ ფერმიდან მიღებული შემოსავლებით მათ დამატებით დივიდენდებს მისცემდა. აბაშიძე მოიფიქრა სქემაც, თუ როგორ ეყიდა მიწა სოფელ შაუმიანში. ემიგრანტები აქციონერებად სიტყვერად აქცია და თითო აქცია $1,000 შეაფასა. ემიგრანტების თქმით, წინადადება იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ ყველამ აქციების ყიდვა დაიწყო. ეს ფულიც დაიკარგა. აქციების შესყიდვაზე წავიდა საქმე, რომ მიწები გადასაფორმებელი იყო და იქ თანხა იყო გადასახდელი და ისევ შემოთავაზეს ხალხს, რომ აქციებს თუ იყიდნენ და $1,000 ერთი აქცია სრულად მაშინვე ვიყიდე, პლუს თავისი 300 ლარით მეპაიე, როგორც რომ პირველი მეპაიე უნდა გამختارიყავი. აბსოლუტურად არანაირი საბუთით არ ტკიცდებოდა და რამდენჯერაც მოვიკითხეთ, გაკეთდება, ეხლა მზადდება, ეხლა გადმოგეცემათ სერტიფიკატები, ასე ისე. ძალიან ბევრი აქციები აქვს. ხალხს შეძენილი 15,000-ები და ასეთი თანხები აქვს გადახდილი. მიწა, რომელიც კოოპერატივის სახელზეა, აბაშიძემ ემიგრანტების თქმით მათ აყიდინა. თუმცა კოოპერატივის წევრებად მისი პარტნიორები და ოჯახის წევრები გააფორმა.
ემიგრანტების ოჯახის წევრები კი მოსავლის აღებაზე საერთოდ უსასყიდლო დამუშავა. არადა მაკა გაფრინდაშვილს, რომელმაც ქმარი და შვილი გერმანიიდან სამუშაოდ მარნეულში გამოუშვა, იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად სამშობლოში იშოვდნენ შემოსავლის მცირე წყაროს. ხელფასი არ აუღიათ არც შემშვილს, არც მამამისს და იქ სხვები, ვინც მუშაობდნენ კიდე ბიჭები, მანამდენაც ვინც იყვნენ ხალხი, როგორც ვიცი, არ აუღიათ არც იმ ხალხს ხელფასი და ყოველთვის ყველასთან რაღაც ასეთი პრობლემები იქნებოდა. ფაქტი რაც არის ის არის, რომ ამ პერიოდში, როცა ჩემი შვილი იქ მუშაობდა, იქ ადგილობრივი ხალხიც მუშაობდა ხოლმე, მიდიოდნენ მოსახლეობიდან მოსავლის ასაღებად, რომ 2 კაპიტი გამოემუშავებიათ და იმ ხალხთანაც ჰქონდათ იმ პერიოდში, იმათთანაც იყო ვალი. 72 წლის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ნინოც დიდ შარშია. $6,000 და 15,000 ლარი ბადრი აბაშიძის ორგანიზაციაში მოგების მიზნით გადარიცხა. თუმცა ამ დრომდე არც მოგება ჩანს და არც ძირი თანხის დაბრუნებას აპირებს ვინმე. თუ ვინმე საჯაროდ მოსთხოვს ფულის დაბრუნებას, ყველას სასწრაფოდ თავიდან იშორებენ. და ეუბნება ხალხს რაც გაქვთ ფულის შემოგანი, ყველამ ჩადეთ აქციებშიო. გაგიორმაგებთ თუ გეკუთვნის ერთი აქციაო. გაგიორმაგებთო იმ აქციებსო და მე ალბათ რაღაც აქვს, ყოველთვის რაღაც აქვს ჩაფიქრებული. რა კი ჩაიგდეს ეს ფულები ხელში, უკვე ხმას ვერ ამოიღები, ვერ იტყოდი ვერ საყოდურს, ვერც ვერაფერს. 1-2 მენეჯერი რო შეხვდა, მითხრა რომ ხო არ გონიაო ის ფულიო, რო ჩარიცხავდით თქვენ და მენეჯერის სახელზე რიცხავდით, თუ ყველა მაგათთან მიდიოდაო. ყველა ვინც დამფუძნებლებს კითხვებს სავარაუდო თაღლითობაზე უსვამს, მუქარის და შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება აბაშიძის მხრიდან. ასეთია ეთერ აბაშიძის, კახეთის დამსახურებული ექიმის შემთხვევაც. ქალი საკუთარ ყურებსაც ვერ უჯერებდა, როდესაც მისი კუთვნილი ფული მოითხოვა. ბადრი აბაშიძემ კი საერთო სემინარზე უკიდურესად გალანძღა. ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფდნენ პირდაპირ იქ სემინარზე, ჩემს მიმართ განახორციელა ბადრიმ არნახული ტერორისტული აქტი. გამომძიებელმა მითხრა, ესო სასამართლოში შეგიძლია სხვა საქმედ უჩივლო. კერავი ნანაც თბილისიდან უჩივის ეგრეთ წოდებული პირამიდის დამფუძნებლებს. ქალი სესხზე იღებდა და წამლის ფულს იკლებდა იმისათვის, რომ ორგანიზაციაში ფული გადაერიცხა. ღიად გამოჩენას კამერასთან ერიდება. ქმარმა და შვილებმა არ იციან, რომ სიმწრით ნაშოვ ფულს თაღლითებს ურიცხავდა. ფეხი მტკივა და ექიმთან ვერ მისულა, იმის გულისთვის რომ იმას აქვნა და ჩემი ამდენი ფულები შეტანილი მაქვს იქ. ზედმეტ შემოსავლად ითვლებოდა ასე რომ თქვა და მეთქი გავიმეტებ მეთქი და ვიზ შემოსავალი რომ დამემატოს ოჯახში იმას ვიზავ რა ქვია. გავიჭირვებ თქვა და ვიჭირვებდი მაგის გულს. ემიგრანტების ინფორმაციით, ბადრი აბაშიძე წარსულში არაერთხელ ნასამართლები პირია. მათ შორის იყო ძალადობის მუხლიც. ბოლოს გოგოს გატაცებაზე რო იყო, ამინისტია შეეხო, ჰქონდა 17 წელი და ბოლოს ცოლის ცემაზე დაიჭირეს და ქალბატონმა რუსუდანმა $10,000 ჩაიტანა და ჩაუთვალა და გამოიყვანა. სააქციო საზოგადოება ერთობა და სიკეთე, ვის მენეჯერებთანაც ხდებოდა თანხების გადარიცხვა ბადრი აბაშიძის უახლოეს მეგობარს, რუსუდან ლომიძეს ეკუთვნის. სად წაიღო დიდი ფული, როდესაც ამ კითხვის შინაარსიგებს ლომიძე ტელეფონს თიშავს. სად წაიღეთ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფული? უკაცრავად, ვის შეცეუბრები ხოლმე მეტყოდით? ტევა პირველიდან გაწუხებთ. რა პასუხი აქვს მძიმე ბრალდებებზე? როდესაც ბადრი აბაშიძეს თხოვეთ შეხვედრა დაგვთანხმდა. მისი ადვოკატი კი გვარწმუნებდა, რომ კაცი, რომელსაც ემიგრანტები თაღლითობაში ადანაშაულებდნენ, სიცხიანია და შესაძლოა ჩვენთან საუბრის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. სიცხიანი კაცი გამოიყვანეთ და ნახეთ რომ საღამო შეიძლება უფრო მძიმედ გახდეს. სიცხიანი როგორ არის? გუშინ ფერმაში იყო და რანაირად არის სიცხიანი? ღამე აღარ მოვედი და დღეს დილას მოვედი, რა პრობლემა? მე მეგონა ოპერატიული სამსახურია, ბატონო, თქვენი თუ ჟურნალისტები ბრძანდებით. ბადრი აბაშიძე ახლა ადვოკატთან ერთად გადაადგილდება. ამბობს, რომ არც ეგრეთ წოდებული პირამიდა დაუფუძნებია, არც ვინმე სვალი აქვს. ორგანიზაციაში კი სადაც ყველა დოკუმენტი მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა, მის მიერ დაზარალებული ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ. როცა ორგანიზაცია გასცემს თავის დივიდენდებს მოგებიდან. და როდის გასცემს ორგანიზაცია, ბატონო ბადრი? ეს ორგანიზაციაში საკითხებია, რომელსაც მოგებიდან რეალიზებიდან წარმოებული პროდუქციის რეალიზებიდან. რა ვადაში მოხდება ბენეფიციარებისთვის თანხების? ეს ყველა მიციან აბსოლუტურად. თქვენი პირამიდა ბატონო ბადრი.
ეგ ნახეთ რა, მე არავისი ვალი არა მაქვს რა. საწაიღეთ მინიმუმ $300,000. კარგად იყავი. ვიდრე ემიგრანტებისათვის დივიდენდის გასაცემი თარიღი გამოიკვეთება, ამასობაში ბადრი აბაშიძის და რუსუდან ლომიძის თაღლითობის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მხოლოდ დაიწყო. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ჩხრეკა მარნეულის ფერმაშიც ჩაატარეს. გამოკითხვების სერია ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე გრძელდება. თუმცა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან 1 წლის თავზეც შედეგი ის არის, რომ შედეგი არაფერია.